ახლა რაც შეეხება თავად სიუჟეტს. ამ ეპიზოდში სერიალის თემებიდან ჩანს 3 მათგანი. პირველი ის არის მშობლების პრობლემები, რომელიც ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი სერიალში და აქაც კრისტიანი ეუბნება ჯეკს, რომ მამას არ მოსწონდა მისი ქორწინება მარგოსთან. და სთხოვს ჯეკს, რომ მასზე უკეთესი მამა ყოფილიყო, როც გითხარით და ეს არის მშობლის პრობლემების ხაზი სერიალში. მეორე ეს არის ბავშვები. კრისტიანი და ჯეკი საუბრობენ ჯეკისა და სარას მხრიდან ბავშვების გაჩენის შესაძლებლობაზე. და მესამე ლოსში ალბათ ყველაზე მთავარი თემა ეს არის დრო. და აქ კრისტიანი ამ თემის შესაბამისად ჯეკს აძლევს საათს. ახლა გავიხსენოთ როგორ ოსტატურადებს სერიალის თავარ სიუჟეტს ეს ეპიზოდი. პირველი ფაქტი. ჯეკმა ჰარლის აჩუქა ზუსტად იგივე საათი, რათა ჰარლის გაეზომა კლერის პულსი რეის 815-ის ჩამოვარდნის შემდეგ სერიალის პირველივე სერიაში. მეორე ფაქტი. ჯონ ლოკის ხედვაში ნაჩვენებია აეროპორტის უსაფრთხოების გასავლელად როგორ იხსნის ჯეკი ამ საათს. ფაქტი მესამე. ქორწილის დღეს ქეიტსაც აჩუქეს ნივთი. ეს იყო გულსაკიდი. და ქეიტის ზერგო დედამთილის დედისგან. ასევე ამ ეპიზოდში ძალიან ორაზროვნად ისმის კრისტიანის ფრაზა, რომ მას ნამდვილად მოსწონს სარა. ჯეკისა და სარას განქორწინების შემდეგ ჯეკი სარას მობილურ ტელეფონში აღმოაჩენს მამის ტელეფონის ნომერს და ადანაშაულებს მას, რომ მისი საყვარელია. ასევე აქ კრისტიანი ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ისვრის ჯეკი ქვებს. ეს სიუჟეტური ხაზი იკვეთება სხვების სიუჟეტურ ხაზთან. რადგან ჯეკს, რომელიც სხვებს ცუდ ადამიანებს უწოდებს, ტომი ურჩევს, რომ მინის სახლებში მყოფებმა ქვები არ უნდა ისროლონ. და ყველაზე მთავარი, ეს სცენა ებმის სერიალის პირველი სეზონის მე-20 სერიას, სახელწოდებით არავნო, სადაც ნაჩვენებია ჯეკისა და სარას ქორწილი. აი რამხელა ქსელი გააბეს სერიალის შემქმნელებმა, თუმცა ეს რაც ამ ვიდეოში ვისაუბრეთ, მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენ ამ სერიის მომდევნო ეპიზოდებზე და სერიალის სიუჟეტურ ხაზებზე საუბარს სხვა ვიდეოებში გავაგრძელებთ. მანამდე კი გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო. ნამასტე.